მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია თეატრალური რეჟისორი ბატონი გიორგი თავაძე. მოგესალმებით, გიორგი. მოგესალმებით. კეთილი იყო ჩემი ფეხი თქვენ სტუდიაში. მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის. ჩვენ ერთხელ გვისაუბრია თეატრზე და ახაც დიდი სიამოვნებით მოგისმენთ. მით უფრო რომ თქვენ მონაწილეობთ ერთ-ერთ ძალიან საინტერესო პროექტში, რომელიც დღეს მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში არის დაგეგმილი და იქ სრულდება. სადაც თქვენ აკეთებთ პატარ-პატარა სპექტაკლებს სხვადასხვა წმინდანებზე. პირველ რიგში აი ამ თემაზე რო გვესაუბროთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან საჭირო ინფორმაცია ეს, რომ მოსახლეობა მიცოდეს, იმიტომ რომ თეატრი, რა თქმა უნდა, არის ის, რაც ხდება ცხოვრებაში, მისი ასახვა. საერთოდ ხელოვნება მაშინ არის ფასეული, როდესაც ის სათქმელს ამბობს, როდესაც მას აქვს სამეტყველო ენა, რომ მოიტანოს ჩვენამდე ის, რაც უნდა. იმიტომ რომ რაც კაცობრიობა არსებობს თეატრი, ხო? იყო ტრაგედიები, იყო კათარზისი, იყო თქვა სხვადასხვა ეტაპი გაიარა თეატრმა და ქართულ თეატრს აქვს განსაკუთრებული ადგილი. ქართველები ჩვენ ძალიან არტისტული ხალხი ვართ, ძალიან გვიყვარს საერთოდ ეს არტისტიზმი, შინაგანიც გვაქვს. ბევრი ლამაზი და სასიამოვნო რიტუალი გვაქვს უფრიდან დაწყებული, რომელიც თან არტისტულია, ოღონდ კარგი გაგებით და ასევე ჩვენი თეატრის სათავეებთან იდგენ კორიფეები, რომლებიც ღირსების, რომლებიც, რა ვიცი, პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის, კაცთმოყვარეობის, ასე ვთქვათ, წინაპირობა იყო და სადარაჯოზე არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ისინი იყვნენ პიონერები. ნამდვილად დიდი ტრადიცია აქვს ქართულ თეატრს და ამიტომ ყოველთვის მიხარია, როდესაც ჩვენთან რეჟისორია სტუმრად. მაშასე მოყევით თქვენ შესახებ და აი ამ თქვენი პროექტის შესახებ. ამ პროექტამდე მოვახციე როგორც თეატრალურმა რეჟისორმა, საქართველოს ძალიან ბევრ თეატრებში დამიდგავს სპექტაკლები, ეს რაც შეეხება რაღაც ისეთ გამოცდილებას ჩემსას, მაგრამ აი რაც შეეხება ამ პროექტს, რაზეც თქვენ ახსენეთ, ეს იდეა გაჩნდა მე გეტყვით ინსპირაცია საიდან წამოვიდა და მე ვინ განახორციელა. მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის სულ პირველი წინამძღვარი, როცა ეს ტაძარი გაიხსნა, იყო სტეფანე აღსარებელი, ანუ კარბელაშვილები, წმინდანად შერაცხული კარბელაშვილების უფროსი ძმა. თუ მეშლება მაპატიონ კარბელაშვილებმა უფროსი იყო თუ არა არ ვიცი, მაგრამ ის ბოდბელი ეპისკოპოსი იყო თუ არ მეშლება, მაგრამ იყო პირველი წინამძღვარი ამ ტაძრის. და მას ქონდა ტაძართან არსებული თეატრი. პიესაც კი ჩამივარდა ხელში და ვნახე, მისივე დაწერილი, რომ შემდგომ ეს განხორციელებულიყო. და აი რაღაცა აი ამ ფაქტით შთაგონებული აღმოჩნდა წინამძღვარი ახლანდელი მამა ალექსანდრე გალდავა და მე როცა მასთან ურთიერთობდი როგორც მოძღვართან, მე აი ამ ურთიერთობაში ეს იდეა გაჩნდა, რომ ხომ არ კარბელაშვილის დაწყებული ტრადიცია განვაახლოთ. თუმცა ხა ამას მე ესეთი სახე მიეცა მოძრავი თეატრისა, მოგზაური თეატრის. ანუ ჩვენ სტაციონარი კი არ გვაქვს, არამედ ჩვენ ვაკეთებთ სპექტაკლებს წმინდანებზე. სხვათა შორის მხოლოდ წმინდანებზე არა, საერო მწერლის მოთხრობებიც გვაქვს გაკეთებული, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ეს ორგანიზაცია იცანი ქვია, ორგანიზაციას არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, ასე ქვია და არის საპატრიარქოსთან არსებული და ნუ ხა არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ იქ ჩვენ საუბრობთ იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რაც ეკლესიას ტრადიციას აქვს შემონახული და ეკლესიის წიაღში არსებობს როგორც სწავლება და როგორც გზა გადარჩენის. ანუ კალიგულას არ ვდგამთ და რაღაც ესეთ ეს ხუმრობით. მაგრამ საერო ნაწარმოებებიც დაგვიდგამს. საეროში რაც გულისხმობს კონკრეტული მწერლის ნაწარმოები, მაგრამ
იმ ნაწარმოებს აქვს თავისი რელიგიური შინაარსი და სათქმელი. მაგრამ უმეტესად მაინც ეს არის წმინდანებზე. და დავდგით ეს დაიწყო 9 ძმა ხერხეულიძით, რომელიც ასევე ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული, ამბროსი აღსარებელი, ხელაია, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე, ნაზარი ლეჟავა და მის თანამოწამეები. უბრალოდ რა არის, იცით, ყველა სპექტაკლში ვიფიქრებს გარკვეულ კონტექსტს. აი მაგალითად გრიგოლ ფერაძეს ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპექტაკლი აღმოჩნდა, იმიტომ რომ სულ არის მოთხოვნა. აეროპორტში ხვდებიან ერთმანეთს ადამიანები, ერთი არის ებრაელი და ის ამბობს, რომ ერთი ქართველი რომ არ დაბადებულიყო, მეც არ დავიბადებოდი და შემდგომ ყვება ისტორიას ოსვენციმში მისი ბაბუა როგორ გადაარჩინა გრიგოლ ფერაძემ იმით, რომ თავის თავზე აიღო დანაშაული. და აი ეს ხერხი თეატრში ეძახიან ზოგჯერ ხას უსვამთ, რომ მსახიობები ვართ და ვთამაშობთ ამა თუ იმ ისტორიას, ხო? აი ეს ქმნის იმ თეატრალურ ენას, რომელიც უფრო ხვდება მიზანში, ანუ ირიბიქვა რო უფრო ზუსტად ხვდება, აი ამის დადასტურება ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, მეთოდოლოგია. მაცხოვარი ზიგავებით საუბრობდა. ანუ ესე იგი, რისი თქმა მინდა, როცა იწყება სპექტაკლი, მანამდე სასულიერო პირი მიმართავს აუდიტორიას და სპექტაკლებს თამაშობთ სკოლებში, უნივერსიტეტებში, პენიტენციარულ დაწესებულებებში, ქალთა კოლონიაში, კაცთა, რა ვიცი, ყველგან ყოფილვართ, სათნოების სახლებში და აი ხა ზუსტი სტატისტიკა, აი მიახლოებით გეტყვით, ერთი 500 სპექტაკლი გვაქვს ნათამაშები აი ამ 3 წლის განმავლობაში და უბრალოდ მე ხა რატო ვლაპარაკობ ამას ესე თავისუფლად მე ხა ჩემს შრომას არ ვადებ ფასი, იმიტომ რომ იქ მარტო მე არ შრომობ, იქ არის მსახიობები, მუსიკოსები და არის ტექნიკური ჯგუფი და საველე პირობებში აი უცებ მივდივართ სადღაც და იქიდან ისეთი შემხვედრი რეაქცია ამ სპექტაკლებზე და მე სურვილი რომ კიდევ ბევრჯერ მივიდეთ. თუმცა წარმოვიდგინეთ ახლა რომელიღაც გარეუბნის სკოლაში დანგრეულში ჩვენ ძალიან გარემონტებულ სკოლებში გვიწევს თამაში და დანგრეულ სკოლებში. სანამ სცენა არის რაღაცა აი როგორ გითხრათ ძველი სცენის სახეც არ აქვს და რაღაცა ერთგვარი სკეპსისი არის ხოლმე შეიძლება ბავშვებში თუ პედრო აი აქ რა უნდა აჩვენონ და აი უცებ ხდება კომპაქტურად მინიმალური დეკორაციით აწყობა სპექტაკლის და მსახიობების აი ბოლომდე დახარჯვით იმ ისტორიის მოყოლა რომელიც ეხება ამა თუ იმ წმინდას. ეს განსხვავდება აი ესე რომ მიაწვდი ისტორიას წმინდანზე ან უბრალოდ მოუყვები, იმიტომ რომ ხშირად მშრალი დიდაქტიკის სახეს იძენს ხოლმე, როდესაც უბრალოდ ესაუბრება, ხო, მასწავლებელი იქნება თუ სხვა ვინმე და აი ეს თეატრალური ენით მიწოდებული რაღაცნაირად ცოცხალია, სისხლი მოძრაობს და სუნთქვა იგრძნობა აი ადამიანებისა ვიზეც ყვები. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი აღმოჩნდა ძალიან სწორი, ზუსტი და წარმატებული. ჯერ ერთი ისეთი სკოლებში და ადგილებშიც გვითამაშია, იმიტომ ჩვენ დავდიოდით აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, რეგიონებში, ხანდახან ეპარქიებში ჩავდიოდით. ისეთმა ბავშვებსაც ნახეს. ბავშვები მოზრდილი, უფრო მოზრდილი ბავშვებისთვის მოზარდები. ხო, შეიძლება ითქვას. თუმცა აი პატარები ჩემოდიან ხოლმე. აი საერთოდ თეატრი რო არ უნახავთ, ისეთი აუდიტორიის წინაშეც გვითამაშია და სწორედ მათთან უფრო დგება ხოლმე ის რაღაცა ენერგეტიკული კავშირი. ხშირად შემიმჩნევია რომ დაგვირვები ვარ ამას. მოსულან ბავშვები მადლობა უთქვამთ. თან დღევანდელ ბავშვს
ხო რა ხა დახვდეს სპექტაკლის მე მსახიობს და მადლობა გადაუხადოს ეს რაღაც ჩემ თაობაში და ჩემ შუბლების თაობაში უფრო გავრცელებული სტილი იყო ხა დღევანდელი ბავშვები მაინც არ გამოირჩევიან ასეთი ჟესტებით ხომ აი ეს იყო უამრავჯერ და უნდა დავამატო კიდე რომ აი ამ სპექტაკლებს მე მოყვება მეორე ნაწილი მუსიკალური ასე ვთქვათ ნაწილი ძალიან ცნობილი ბენდი აკაკი ვაშალომიძე უკრავდა ცნობილი მუსიკოსი ქართველი დავით ჯაფარიძე არის კიდე პერკუსიონისტი ანუ რის თქმა მინდა რომ აი ამ სპექტაკლებთან მოყვება ხარისხიანი მუსიკის ასე ვთქვათ ნაწილიც რომელიც ასევე რაღაც კულტურულ რაღაც იმებთან შეხების გზა არის აუდიტორიისთვის ერთგვარად. მე ისინი ერთვებიან ხოლმე და ეს სხვადასხვანაირად ხდება რა და თუ გაგრძელდება ეს პროექტი კარგა ხანს არ იქნება ურიკო, იმიტომ რომ სურვილი კლავაც არსებობს. და საოცრება იცით რა თქვენ რა ბრძანეთ მიუხედავად 3 წელიაო და მე ახლა ხანს გავიგე ეს ჩემი ის არის ალბათ პრობლემა მაგრამ პრობლემა არ არის ეთყობა რაღაცა თავის ქების და პიარის ნაწილში მოვიკოჭლებთ შეიძლება იცით რა ამ ხმაურში რაც არის დღეს სამყაროში ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი ძალიან ბევრი ხმა არის მის ისეც ხო ამბობენ რომ სიკეთე ჩუმად არის და ბოროტება ხმაურობს მარცხენა არის ყველა ხმაურს არ ეხება რა თქმა უნდა ეს მაგრამ მაინც აი ამაში შეიძლება რაღაც იკარგება მართლაც ეს ხმა რომელიც ასე მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის მოზარდებისთვის ბავშვებისთვის იმიტომ რომ არის რაღაცა ღირებულებითი შიმშილი გარკვეული იცით აი იგივე მაგალითად სკოლებში დიდად არ არის ეს რელიგიაზე საუბარი, არ არის საღვთო წერილზე ბიბლია და სახარება, არათუ წაკითხული, საერთოდ წარმოდგენაც არ აქვს მის შესახებ. ყურმოყურის დონეზე, ყურის მოყური, უბრალოდ რომ გაუგონია რაღაცა და ამ დროს ნებისმიერ ღირებულებაზე საუბარი სპექტაკლი იქნება ეს თუ რა ვიცი გაკვეთილი თუ შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სულის კვება ამით ხდება. ზოგადად იცით თქვენ ხარისხიანი სიტყვა ახსენეთ და მომხვდა ყურში. დღეს ჩვენ ცხოვრობთ რაღაც კულტურული დეკადანსის ეპოქაში. საკმაოდ რა ვიცი ხელოვნება გახდა ყვითელი. აი მე ჩემთვის მაგალითად ხშირად ეს სიყვითლე ასოცირდება შეიძლება ეს არის რაღაც მასობრივი არის და იმისთვის არის რომ მასაზე რა მუშაობს და თითქოს დაკვეთაა ესეთი მაგრამ ძალიან სამწუხაროა თუ ესეთი დაკვეთაა და ეს მე მგონი მთელ სოფლიოში ხდება მარტო ჩვენთან არა რა თქმა უნდა ეს კინო იქნება თეატრი იქნება მუსიკა იქნება თუ რაც იქნება ეს დეკადანსი აი ჩემი ასაკის ადამიანისთვის შეიძლება ძალიან თვალსაჩინოა და შეიძლება ახალგაზრდა ამას ვერც გრძნობდეს თუ მას არ ექნება შეხება აი ისეთ ემოციასთან და ისეთ რაღაც იგივე სანახაობა იქნება თუ ისეთ ამბავთან რომელიც მას გულს მის გულს შეეხება მის რაღაცა ღირებულებებს წარსულს ფესვებს და ასე შემდეგ და მე არ შემიძლია არ კითხოთ კლასიკაზე იცით ეს არაჩვეულებრივია როდესაც თქვენ საუბრობთ იგივე გრიგოლ ფერაძეზე სპექტაკლი მართლაც წმინდა ამბროს ხელაიაზე მაგრამ იგივე ნებისმიერი კლასიკოსიც არის ბიბლიის გადამღერება ხო არაფერი ახალი ამ სამყაროში არავის არ შეუქმნია ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია ხო იგივე ბიბლიაში და სახარებაში არის ის მოტივები ის ამბების ისტორიები რომლებიც მე ვრცელდება ზღაპრების მითების თუ სხვადასხვა თქმულებების სახით და კეთილსა და ბოროტს შორის ჭიდილი მუდმივი რომელიც არის რაც კაცობრიობა არსებობს და ერთი რამე მინდა აქცენტი გავაკეთო ესეთი როდესაც გველმა 64-ში ევა აცდუნა ის სიტყვები რასაც ისეუბნება ხას პირდაპირ ციტირებას ვერ გავაკეთებ მაგრამ რომ რა თავისუფლებაა ის შენ თუ არ შეგიძლია რამე შეჭამო ეს ნაყოფი ხის ხო და შენ რო შეჭამ ამით ღმერთი გახდები და
ის ამის ექო დღემდე ისმის, დღემდე ამას თავაზობს სამყარო, რომ აი რა თავისუფლებაა, შენ თუ რამის თქმა არ შეგიძლია, რამის გაკეთება არ შეგიძლია, თუ რაც მოგინდება იმას ვერ აკეთებ. ეს ხომ შენ ეს იგი გამოდის, რომ მონახარ და ღმერთი გახდები მაშინ, როდესაც ხდები, ხო, რასაც გინდა იმას აკეთებ. ეს დღემდე ისმის ყველგან და ყოველთვის და ადამიანს იმდენად უყვარს თავისუფლება და იმდენად მნიშვნელოვანია მისთვის თავისუფლება, რომ რა თქმა უნდა, ბევრი შეიძლება აი ამის მსხვერპლი გახდეს. აი თქვენ როგორ შეიძლება აი ამ სიტყვით, იგივე წარმოდგენებით თავისუფლებაზე, რომ სწორი წარმოდგენა შეექმნას ადამიანს? თავისუფლება არსებობს ღმერთში და ეს ეკო ბიბლიური, რომ სხვა თავისუფლება უნდა მოიპოვო, გრძელდება ცხადია და ხელოვნების ნაწარმოებებშიც ეს არ ახალია სხვათა შორის. ეხლა ჩვენ რო არ გავამარტივოთ საკითხი, რომ დავუშვათ ცით კანდინსკის მიაწერენ სიტყვებს, რომ ხელოვნებაში მთავარია არა როგორ და რა, არამედ ვინ. ანუ ეს ვინ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ეხლა ადამიანის სულის ისტორია არის დაკავშირებული ჭიდილთან, ბრძოლასთან, თუნდაც ამ გველის შემოთავაზებულთან. ცხადია და ამიტომ რაღაცა დოსტოევსკის მიაწერენ კიდე, რატომ ამბობ მიაწერენ, იმიტომ რომ ზუსტი ციტატა მე ვერ ვნახე ვერსად ესეთ ფრაზას, რომ რა ქვია, როდესაც თავისი რევოლუციური მოღვაწეობა შეცვალა ღმერთმაძიებლური პირიქით, რაღაც რელიგიურ ცხოვრებით, ის ახალგაზრდა ლიბერალები აკრიტიკებდნენ. მაშინაც იყო ეს ყოველთვის არის. აკრიტიკებდნენ, რომ რა ჩამორჩენილია დოსტოევსკი ღმერთზე და რაღაცებზე ლაპარაკობს და დოსტოევსკიმ თქვა, ეს საწოდავები ათეიზმშიც ვერ მჯობია, იმიტომ რომ ისეთი ჯოჯოხეთი ქონდა მას გავლილი აი ამ ეჭვის, ხო, წვენა არწვენის ბეწვის ხიდზე გავლილი ტკივილები, გამოტანჯული, ანუ როდესაც სერიოზული ადამიანი საუბრობს ამ თავისუფლების ძიებაზე, ეჭვებზე, დოსტოევსკის რანგის თუ არა, რაღაც აი სერიოზულად ვინც უდგება ამ საკითხს. ეს არის ერთი და არის სხვა. და აი როცა ეს არის რაღაცა გაპრიმიტიულებული ზოგჯერ იაფასიანი ეპატაჟის საგანი. ისიც არის, აი გემოვნებაზე არ დაობენო, ეს არის რაღაც ობივატელური ფრაზა, რომელიც არ არის ჩემი აზრით სწორი. აი არსებობს რაღაცა ინსტანცია ადამიანის სულსა და აღქმაში ზოგადად, რომელიც ლაკმუსის ქაღალდებით ზუსტად სვამს დიაგნოზს, სად არის მართლა შემოქმედება, მართლა ძიება, თუნდაც ტანჯვის შემცველი და სად არის რაღაცა აი ამის ქსეროასლი სიმულაკრი ზედაპირული რაღაცა უბრალოდ ობივატელზე გათვლილი რა ქვია შემოქმედება ჭყალებში. ხო და ორდღა დასკვნის სახით მე არ ვიცი რა შეიძლება ვთქვა აქ, მაგრამ თავარი არის ერთი რამ. აი მე მამარდაშვილის ერთი ინტერვიუ იყო, ის ფილოსოფიაზე საუბრობდა, რომ ფილოსოფოსი არისო ადამიანი, ვისაც აქვს სათვალეები თავისი. ერთგვარი ჭუჭრუტანა აქვს, რომელსაც ახედებს სხვებს. ანუ ყველა სათვალიდან ჭუჭრუტანიდან ჩანს სამყარო განსხვავებული სხვისგან. და იმ სამყაროში შეყავ ხარ. არ ვიცი ფილოსოფიას ეს რამდენად მიესადაგება, ან ხელოვნებას ნამდვილად მიესადაგება. ანუ ხელოვანი ქმნის მოდელირებას ახდენს გარკვეული სამყაროს. ეს და აი იმ სამყაროში ხდება მე შეკითხვების დასმა, შეკითხვების პასუხების გაცემა, ან ვერ გაცემა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ შეიძლება იყოს სამყარო პასტორალური, მშვიდი
და შეიძლება იყოს რაღაც დერეფნების, კანცელარიების კავკასი არ იყოს, სადაც შეიძლება ხოჭოდ გაიღვიძოს ადამიანმა და შეგჯერა მხატვრული სიმართლის, რომ ის როგორც ხოჭო იღვიძებს, იმიტომ რომ ის ასეთ სამყაროს გთავაზობს. ანუ მე მგონი, მაინც ჯერ პირველ რიგში უნდა გქონდეს სათვალე ამ ხელოვანს, ვინც აცხადებს ამბიციას, რომ რაღაცა უნდა სხვას უთხრას. კოორდინატთა სისტემასაც დავარქვევდი მაგას. კი ბატონო. და აი მე ჯერ უნდა გქონდეს და მე აი როგორი იქნება ეს სათვალე არის ამაზე საუბარი. როგორც ფსიქოლოგი მე შემიძლია ეს რამე ვთქვა, რომ ჩვენი ხელოვნება არის არაცნობიერის ენა. საერთოდ როგორც სხეული არის, სხეულის ენა არის ჩვენი არაცნობიერი ფსიქიკის პირდაპირი გამოვლინება, ის ტკივილი იქნება თუ დაავადება თუ სხვა რამე. ადამიანი რას ხატავს, რას წერს, რას ამბობს, ესეც ან წამოცდენა განსაკუთრებით, ხო, ესეც არის არაცნობიერიდან წამოსული და ხშირ შემთხვევაში ის გემოვნებაც, რომელზეც თქვენ ბრძანებდით და რომელიც ჩამოსაყალიბებელი აქვს საზოგადოებას ნამდვილად და ალბათ ეს კლასიკაზე და ღირებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებული. რაღაცა შეგიძლია და რაღაცა არ შეგიძლია. ასე ხედავ ან სხვანაირად ხედავ, როგორც თქვენ ბრძანეთ, ყველას თავისი შეიძლება ძაბრი აქვს თუ სათვალე თუ ფილტრი ამ სამყაროში. აი როგორც ადამიანებს ყოფენ ფუტკრებად და ბუზებად, ფუტკარი ეძებს ყვავილს და სურნელებას და ბუზი ეძებს ნაგავს. ხო და ეს თორე ამ სამყაროში ისიც არის და ისიც ვინ რას ეძებს. ადამიანთან ურთიერთობაც ეგრეა. როდესაც ადამიანები ურთიერთობენ ყველას გვაქვს დაზიანებული ნაწილი. დაზიანებულ ნაწილთან ურთიერთობა მძიმეა და მაგრამ ასევე ყველას გვაქვს მშვენიერი, დაუზიანებელი, კეთილი, გულწრფელი რაღაც ის ნაწილის, რომელიც შეიძლება მასთან ურთიერთობით დომინირება გაიზარდოს იმ დანარჩენ ნაწილს, ანუ გააცნობიეროს ადამიანმა. აი ეს რაც ამოსდის ადამიანს და რაც როგორ მეტყველებს, ხო, რა ფრაზეოლოგიას ხმარობს, რა ბილსიტყვაობას ხმარობს, ეს მის შინაგან მდგომარეობაზე ლაპარაკობს და სხვათა შორის იგივე დღეს ძალიან ბევრია ისეთი სპექტაკლი და ისეთი ფილმი, რომელიც გარდა იმისა, რომ უგემოვნო ყვითელი და დაბალი ღირებულების არის ვიღაცისთვის, მოდი პირობითად ვთქვათ, წარმოუდგენელი მკრეხელობა. ნუ გვახსოვს ეს საფრანგეთის ამბები თუ სხვა ქვეყნებშიც, როცა ხდება, როდესაც რაღაცა ძალიან დიდი პროტესტია. პროტესტს იწვევს ადამიანებში, იმიტომ რომ იცით რა, მე ისე მიყვარს ჩემი სარწმუნოება და ჩემი სამშობლო, რომ მე თქვენშიც ამას მოვიაზრებ, ვერაფრით ვერ შეურაცხყოფ თქვენსას. რაც არ უნდა იყოს, რისი წარმოდგენელიც არ უნდა იყოს თქვენ, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ეს დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული. და მე მაინც მგონია, რომ კი ბატონო, გროტესკი გასაგებია, ვთქვათ, ნებისმიერი მხატვრული ენა, რასაც ხმარობ თქვენ, რეჟისორები, მაგრამ აი რა ფორმით მოიტანა ამას და როგორ მოიტანდა. რამდენად გულსატკენია ზოგჯერ მსგავსი რამ, როდესაც აი რაღაცა ქრისტიანობასაც რო დავანებოთ თავი, აი დავუშვათ ისლამია, არსებობს სხვა რელიგიები, ხო? აი ადამიანს, რომელსაც მოწიწება არ აქვს აი ამ ტრადიციული რელიგიების მიმართ და არა პოლიტკორექტულობის გამო. არამედ ეს რაღაცა ყველაზე უფრო ფუნდამენტური, ყველაზე უფრო იმ ცოდნასთან არის დაკავშირებული, როგორც პლატონი იტყოდა და სულს რომ აქვს თავის ინფინიტივში, საწყისშივე, ხო? ანუ სულს ცოდნა აქვს და ის ცოდნა უნდა გაიხსენოს ადამიანმა, რა. ყველა ეს ტრადიციული რელიგიური სისტემები არის აი ამ ფუნდამენტურთან დაკავშირებული და თუ არა გაქვს ამის მიმართ მოწიწება, უცხო რელიგიის მიმართ. ნუ საკუთარ აღსარებლობაზე აღარ არის საუბარი, არა? აი როგორც დედის მიმართ, როგორც მამის, როგორც ოჯახის, როგორც აი მე ხაზგასმით თან უცხო აი ოჯახის გარეთ არსებული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანზე მოლაპარაკე, ხო? აი როგორ შეიძლება ამის მიმართ ფაქის დამოკიდებულება არ გქონდეს ადამიანს. ეს ერთი, ხა თავისუფლებას რაც შეეხება კიდე აი თავისუფლების სახელით, როდესაც რაღაც კეთდება, იცით რა არის?
აი, როდესაც დინების საწინააღმდეგოდ წავა ვიღაც მაგალითად ის მაინც ბრუნავს სიტყვის ჯორდანო ბრუნო სხვა შორის ახლა ეს უცებ გამახსენდა თორე ბევრი საკამათო საკითხები არსებობს ჯორდანო ბრუნოს გარშემო მაგრამ როგორც მეტაფორა რო ავიღოთ ანუ არავინ არ აღიარებს რომ დედამიწა ბრუნავს და ჯორდანო ბრუნო იძახის ის მაინც ბრუნავს და აი ეს დინების წინააღმდეგ წასვლა შეიძლება მონათლო თავისუფლების და სინდისის და ესე ჭეშმარიტების ერთგულების სახელით მაგრამ აი როდესაც რაღაცაზე ქილიკი აი ღირებულებებზე ვიღაცისთვის საკრალურზე და წმინდაზე ქილიკი წაღალისებულია გარკვეული იდეოლოგიის მიერ და ამის უკან ინსტიტუციები დგას შენ თავისუფლების სახელით როგორ ლაპარაკობ როდესაც ასრულებ დაკვეთას და შეიძლება უნებლიეთ ასრულებ დაკვეთას იმიტომ რომ შენ რეფლექსია არ გაქვს იმ რანგის რომ მიხვდე რომ შენ ეხლა ხვის დაკრულ მუსიკაზე ცეკვავ. ეს შეიძლება ძალაუნებურადაც მოხდეს. ამიტომ ეს თავისუფლება როგორ არის, როდესაც აი ამ ყველაფრის უკან დგას გარკვეული ძალაუფლება, ტოტალიტარული რაღაც ძალაუფლება, გარკვეული იდეოლოგიისა თუნდაც. და მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი რამ, რომ არ არის უსაფრთხო ამ ადამიანებისთვის, მე ასე ვიტყოდი, თუმცა ერთი ის გამახსენდა პატერიკში არის ესეთი ამბავი მოთხრობილი, ეპისკოპოსი დაინახეს შორიდან, ახალგაზრდები იყვნენ და დაიწყეს ღლიცინი, ღლაბუცი, რაღაცა მასხათაგდება მისი და მე მოდიო მოვატყუოთო ერთ-ერთი იძახის, მე დავწვევიო, ვითომ მოვკვდიო. წესი ამიგოსო და ისო მე მოკლედ და ვნახოთ ერთი, აბა თუ მიხვდებაო რომ მეო ცოცხალი ვარ. და მართლაც ესე იქცევა წვევა და ეპისკოპოს მოიყვანენ რომ აი გარდაიცვალა, ის აუგებს წეს, თავის მოსასხამს დააფარებს და დარჩება იქ. და დარჩება გარდაცვლილი. აი ეს სხვათა შორის არის სწორედ ის კოდომა, რომელიც მოაქვს აი ღმერთთან ბრძოლას პირდაპირ. აი ეს დღეს პატერიკი რაც გაიხსენოთ, აი ჩვენ ეს გამოგვადგება მეტაფორა და ბუკვალურად რო არ გაიგონ რომ აი ვინც ესე იმამად აღლებს ასე დაიჯება რომ მოხდება უცებ თუ თუნდაც როგორც მეტაფორა რა თქმა უნდა ანუ თამაში სულიერ საგნებთან შეიძლება მძიმე შედეგების გამომწვევი იყოს. იუდას როლის შემსრულებელი ცნობილი ფაქტია, როდესაც ის სცენაზე გარდაიცვალა ჩამოხჩობის აქტის დროს მას ის მოკლედ მოხდა ისე რომ დაიღუპა და ხდება ესეთი რაღაცები შეიძლება ესეთი რაღაცები ისეს დაემართოს ადამიანს ჩვენ ყველა მოკვდავი ვართ არავინ დავრჩებით აქ მაგრამ საქმე ისე რომ ყველა ჩვენთაგანი შევხვდებით იქ უფალს აქედან რო გავალთ ადამიანი იქ როგორც მარტო დაიბადა ისე მარტო გარდაიცვლება და ისე მარტო რჩება იქ თავის ისეთ აი რაღაცა დანაშაულის და სასჯელის რა ქვია დიქოტომიას რო გავცდეთ უბრალოდ აი ამ ტერმინებში რო მოვიაზროთ უბრალოდ ეს სტელობა სიწმინდეებთან თამაშის იმიტომ რომ შენ რაღაცა გამოიწვიო ვიღაც რიგით მოქალაქეში შოკი კულტურული ვიღაცა აღაშფოთო და ამით მე რაღაცა დივიდენდები დაიგროვო როგორც შემოქმედმა გრანტები მაგალითად ხო ეს გრანტი ერთია მაგრამ ნუ აღიარების თავისუფლებისთვის მებრძოლი და ხო მაგრამ დიდი ერთგვარი აღიარება მოყვება ამას გარკვეული ნაწილისგან ხო იცით რა რაღაცა შეიძლება დანაგვიანდეს თვითონ შინაგანად ანუ აი სასჯელი ისეთ სახით კი არ მოვიდეს რომ რაღაცა ანუ ბუკვალურად მისი
კონსტიტუცია დაბინძურდება, შეიძლება რაღაც ისეთი მიმართულებით წავიდეს, რომ გარკვეული სულიერი ტკივილების გადატანა მე მოყვებით ამაში თქვენ ხა რა მიმართულებაც მიეცით აბსოლუტურად მოყვებით. კი ბატონო, გავწდეთ ამ დანაშაულის და სასჯელის, იმიტომ რომ ადამიანს არ სიამოვნებს შეიძლება მის მოსმენა და საუბარი. არავინ არ ვარ დაზღვეული არ ჩეთ დანაშაულისგან, არ შეცდომისგან და მით უმეტეს არ სასჯელისგან, მაგრამ აი ისე ვიტყვი ერთ რამეს, რომ თუ კი სიტყვას, რომელსაც მე ვამბობ, აქვს იმხელა ძალა, რომ ჩემი გენეტიკური ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს. შეიძლება შეიცვალოს ჩემი დაავადება, შეიძლება შეიცვალოს ჩემი აზროვნებით და ცხოვრების წესით, ჩემი გარეგნობა, თუკი დნმ-ის დონეზე და მართლაც გენეტიკური ინფორმაციის დონეზე ხდება ცვლილებები და სიტყვას ესეთი ძალმოსილება აქვს და ამას უკვე მაშინ აბა ეს აფირმაციები რისთვის არის საჭირო, რისთვის არის საჭირო იგივე შენი თავი დაარწმუნო რაღაცაში, რასაც გვასწავლიან დღეს წარმატების ფსიქოლოგიაში, ხო თუ გინდა იყო წარმატებული, ესე უნდა თქვა, ესე უნდა გაიმეორე და თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა ძალა აქვს ლოცვას და რამხელა ძალა აქვს ალბათ წყევლასაც, ხო? და თქმა უნდა. ადამიანი, რომლის პირიდან ამოდის წყევლა, ლანძღვა, გინება, აი ამდენი შეურაცხყოფა რაც ხდება და ეს გასაგებია შეიძლება ქუჩაში იყოს სამწუხაროდ ხდებოდეს, მაგრამ ისეთ ადგილას, რომელიც უნდა იყოს ცოდნის ტაძარი, რომელიც უნდა იყოს დამაფიქროს ღირებულებებზე, რაღაცის დანახვის, შემეცნების აი დამაფიქროს სიკეთესა და ბოროტებაზე, მე გავიაზრო, რომ რა შეიძლება ამას მოყვეს, მაშინაც კი არსებობს ისეთი ფორმები, რომელიც შეურაცხმყოფელია მსმენელისთვის, მაყურებლისთვის, თვითონ იმ ადამიანისთვის, ვინც ამას ამბობს. იმიტომ რომ ჩვენ არ უკვირდებით, რას ვლაპარაკობთ, ხშირად სიტყვას და ზმნებს იმხელა მნიშვნელობა აქვს. არსებობს ფსიქოთერაპევტები, რომლებიც ზმნებს იწერენ. აი თქვენ რო საუბრობთ, რა ზმნას ხმარობთ? და ზმნა რა არის? მოქმედება. ანუ როგორ ცხოვრობ ამ ზმნებში ჩანს. და აღარ ვლაპარაკობ უკვე ვთქვათ ამ წრეგადასულ და ყოველგვარი ცენზურა გარღვეულ ბრჭყალებში თავისუფლებაზე, აშვებულობაზე ალბათ თავისუფლება ნამდვილად იმდენად მაღალი რამ არის ადამიანისთვის ღმერთმა მოგცა ყველა ჩვენთაგანს დაბადებიდანვე და ჩვენ გვაქვს თავისუფალი ნება და ჩვენ ვართ ხატება და მსგავსებას ანუ მივემსგავსებით ღმერთს თუ მის საწინააღმდეგოს, ეს არის ჩვენი პირადი არჩევანი ხშირ შემთხვევაში. და იმდენად ერთი წმინდა მამა წერდა, სწორედ იმდენად ცემსო პატივს უფალი თავისუფლებას, რომ ადამიანის და გარჩევანში ის არ ერევა. ანუ გაძლევს ადამიანს საშუალებას, ხო შენ აირჩიო. თვითონ ჩამოვიდა ჯვარზე გაეკრა და დატოვა ეკლესია, დატოვა მოძღვრება, დატოვა და თქვა, რომ ვინც არ მიიღებ თამაში მონაწილეობას და ვინც არ მიიღებ ჩემს ფხორცსა და სისხლის ვერ მოხვდებით ჩემთან. მაგრამ ეს რჩება ხმათ მღაღადებლისა, ხო? ისე უდაბნოსა შინა, როგორც იტყვიან. რეალურად ვიღაცას ეს ესმის, ვიღაცას არ ესმის და მოდით ამაზე შევთანხმდეთ, რომ ნუ ესმის, მაგრამ ერთმანეთის პატივისცემა ხო არის შესაძლებელი იმ ადამიანების, ვინც ასე ფიქრობს, თქვათ. აი ვინც ვისთვისაც ეს სიწმინდეა, ვისთვისაც ეს რაღაცას ძალიან ძვირი ფასია. და ესეთი აზრიც მომისმენია, რომ აი ჩვენ აი როდესაც აი ეს რაღაცა სიწმინდეებს დაუშვათ გროტესკულად წარმოვაჩენთ და რაღაცა ეს სიწმინდეები თავისთავად არაფერ შუაში არ არის. ჩვენ უბრალოდ აი ობივატელს, რომელსაც უკვე გაქვავებული აქვს, რომელსაც უკვე კერპადა აქვს ქცეული ეს სიწმინდე, თითქოს იმის ნგრევას ვცდილობთო. და ძალიან ხშირად მოყავთ მაგალითი, მაგალითად ძენ ბუდიზმში ყოფილა ტრადიცია, როდესაც ბუდას ქანდაკებებს ესვრიან რაღაც ქვებს და რაღაცებს, რომ თითქოს აი ეს გაქვავებული ხატება ბუდას საკუთარ თავში, რომელიც უკვე ცოცხალი აღარ არის, მკვდარია, უნდა გაანადგურონ, რომ თავიდან აღმოაჩინონ ეს ბუდა. ну, ცეათ
შეიძლება მიმზიდველად ჟღერს ეს და ძალიან ბევრი წარმოაგოს ამ სტუნებაზე რომ აი მე ესეთ რამეს ვაკეთებ რომ მე შეურაცხყოფას ვაყენებ რაღაცას ხისთვის საკრალურს, მაგრამ იმ საკრალურისვე პატივისცემით, იმიტომ რომ თქვენში ეს რეალურად აღარ ცოცხლობს და არის qalbi და არის აი რაღაცა ასეთიც მომისმენია რა რომ გითხრათ სიმბოლიზმს გადაყოლილი ხალხი და შინაარს გამოცლილი. ხო და რომ ეხლა გასაგებია რა ქვია ზოგადად საზოგადოებაში სულ ყველა სერაფიმე საროველი ვერ იქნება ან დაუშვათ იოანე ღვთისმეტყველი. ეგ ცხადია. არსებობს ადამიანების მასა რომელიც შეიძლება დაუშვათ რელიგიურ ატრიბუტიკას და სიმბოლოებს იყენებდეს თავისი აგრესიის გამოსახატავად, მაგრამ ეგ არაფერს არ ცulis. დაცემული კაცობრიობას ყველანაირი გამოვლინება აქვს და იდეა თვითონ წმენა, თვითონ ეს სიყვარულის საგანი, რაც არის ქრისტე და მის თაყვანისცემა, ეს რჩება ხელუხლებლად და ამიტომ მას ამით მოკლედ აპელირება და კეთება საეჭვო კარიერისა, რა თქმა უნდა, საერთოდ დღეს არ გამოიყურება რბილად რო ვთქვათ სიმპათიურად. ქრისტიანობიდან დღეს ამ კაცობრიობა მოახერხა, რომ ქრისტე გაიყვანა. ქრისტე აღარ არის. დარჩა ქრისტიანობა როგორც რაღაც ჰუმანისტური მოძღვრება, რომელშიც აღარ არის თვითონ უფალი. აი ეს არის პარადოქსი. ხო, თვითონ რაღაც მორალური, ზნეობრივი რაღაც ეს კატეგორიები არის ხომ ქრისტეს გარეშე. ქრისტეს გარეშე და ისიც არის ძალიან საეჭვო და პირობითი და ყველაფრის თავში დგება აი ეს თავისუფლება, გველი რასაც ევას ეუბნებოდა, რომ რა თავისუფლებაა, თუ კი შერამეს ვერ გააკეთებ, რაც მოგინდება, ხო? აი ეს ამ ექოს ქვეშ ვართ. დღეს ამ ხშირად იცით და აი თქვენ რომ დოსტოევსკი ახსენეთ, მართლაც ის პერიოდი გამწმენდი პერიოდი ახალგაზრდა გადის ძალიან ბევრ ძიებას, ბევრი კითხვა აქვს, ბევრი რაღაც ეჭვი, ყოყმანი და ეჭვი თავისთავად ძიების ნიშანია, ხო, აზროვნების საწინდარი შეიძლება გახდეს ეჭვი, ხო? ან სკეპსის შეკითხვას სვამ, პასუხობეძებ პასუხს, ხო? და სწორედ ყველა აი ხა ის თომა მოციქულზე მისვენია ქადაგება რომ გამომძიებელი მოციქულიაო ანუ მას უნდა რომ დარწმუნდეს ანუ შეეხოს თვითონ გამოწვლილვით შეიმეცნოს ხო მაცხოვრის აღდგომის ერთმა მისი სარწმუნოება მოგმადლოს წმინდა თომას ევედრებიან სარწმუნოებას ითქმება რომ ნეტარ არიან ვინც არ მიხილა და ირწმუნა გასაგებია რომ შეიძლება უფრო მაღალი რეგისტრია ის რწმენის ვინც არ იხილა მაგრამ თავისთავად ძიება შეკითხვების დასმა და საკუთარ თავთან ჩვენ გაგვეგო ეს და ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან ბევრი სასწაული ხო ჩვენთვის არის ღმერთს ხო არ ჭირდება სასწაულები და ისიც ნათქვამია რომ უკეთიური ერი სასწაულებს დაეძებსო და ზოგჯერ სასწაულების ძიებაშიც შეიძლება ქრისტე გაიყვანონ და ღმერთი დაავიწყდეს ადამიანს და რეალურად არის ეს საინტერესო პროცესი ჩვენი ცხოვრება რთული საინტერესო შემეცნებითი ძალიან დიდია ქრისტიანობაში თავისუფლების მასშტაბი წარმოუდგენელი თავისუფლება აქვს ადამიანს ზოგადად მიცემული და ამ ჩვენ სარწმუნოებაშიც ანუ და კიდევ საკუთარი თავის ფლობას და საკუთარი თავის მართვას სწავლობ და ამაზე მეტი თავისუფლება რა შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა. ისიც რა გარედან მაყურებელი ადამიანი ეს სიტყვა დოგმატი აშინებს და ის არის რომ ეს დოგმატი უკიდეგანო რაღაც ინტერპრეტაცია კიდე არასწორი სიტყვა გაშლას თვითონ აი ამ ცოდნის ხო აი ამ სწავლების რაღაცა უკიდეგანოდ გაშლას ექვემდებარება და მასში
სიარულს, ძიებას, შემეცნების სიხარულს და ასე შემდეგ. დოგმა და უკვე სიტყვა აშინებს. ანუ ძირითადად ეკლესიას დასცინის ის ვინც შიგნით არ არის. ხო? და ვისთვისაც არ წარმოადგენს ის რაღაცა მნიშვნელოვან ინსტიტუციას და არ წარმოადგენს დავუშვათ იმ ადგილს, სადაც ქრისტესთან შეხვედრა და გადარჩენა ხდება. ხომ? და ისე დასცინის და აკრიტიკებს და აი თქვენ რო თქვით საინტერესო დროში ვცხოვრობ, საინტერესო დროა, ხო? ცხადია, ეხა რაღაცა კიდე იცვლება სამყაროში, მაგრამ ну აი მაგალითად ის რომ ქრისტეს სახელით ეკლესიის სახელით პოზიციონირება დაცინვის საგანი არის, აი ეს ხო სახეზეა. ანუ მე მორწმუნეებშიც კი შემიმჩნევია, რომ რაღაცა ერიდებიან საკუთარ დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვას, რომ არ წამოვიდეს დაცინვის ნიაღვარი. სხვადასხვა ერთმა ახალგაზრდამ მითხრა, რომ პატარა ჯვარი მიგეთიო, რადგანაც ჩვენთან ოფისშიო, რომ არ გავხდეს ამიზნეო. ნუ ეს ახლა ესეთი ადამიანები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ის ვინც დოგმატს ღლიცინებს, იმას ვკითხავდი ესეთ რამეს. მაშინ აქსიომა რა არის გეომეტრიაში და მათემატიკაში და აქსიომა რა არის? აქსიომა არის რაღაცის დაჯერება, ამ დაჯერებით კოორდინატთა სისტემის შექმნა და ამ კოორდინატთა სისტემაში არის ის წესები, რა წესებიც არის. თორე ლობაჩევსკი იყო ერთი ესეთი ჭკვიანი ბიჭი, რომელმაც ერთი აქსიომა შეცვალა ევკლიდეს გეომეტრიაში და მიიღო ამოყირავდა კონფიგურაციები. ერთმა სიტყვამ შეიძლება ამოაყირავოს ყველაფერი და ამიტომ ეს თქვენ ძალიან სწორად ეს დოგმატი თან აფართოებს და თან აზუსტებს, ავიწროებს და წურავს იმ კონკრეტულ რაღაცა ჩამო რაღაც კოორდინატთა სისტემას ქმნის, რომელშიც შენ ადამიანი თავს გრძნობ უსაფრთხოდ და დაცულად. ისევე როგორც ხა სხვადასხვა განზომილებაში ყველაფერი ფარდობითია, როგორც ეინშტეინი. სხვადასხვა განზომილებით რო ვისაუბროთ, საერთოდ ვერ გავიგებთ ვერაფერს, ვინრას ლაპარაკობს, როგორც სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანები. და ამიტომ არის სწორედ ადამიანთა გადასარჩენად და სულების გადასარჩენად არის ეს დოგმატები. და იგივე მრწამსი ჩვენი 12 მუხლი, რომელიც არის სიმყარე ყოველი ჩვენთაგანის, ხო და რა თქმა უნდა, რომელზეც დგას ჩვენი სარწმუნოება და რა თქმა უნდა, ხა ის ვინც ღლიცინებს მას ალბათ ძალიან უჭირს, ხა სინამდვილეში არც მინდა რომ არც ბრაზი მაქვს, არც განკითხვა მაქვს, ეს არის ძალიან დიდი გაჭირვება ადამიანის, რომელსაც შეუძლია ამაზე იცინოს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ეს იყო ბიბლიის მკვლევარი, რომელიც ბიბლიის დაცინვით დაიწყო და ღლიცინებდიახ და შემდგომში თანდათან შევიდა მის წიაღში მიხვდა რომ რაღაც საოცრება შეეხო. ისევ როგორც პირველივე გვერდზე. გეტყვით ბოდიში შეგაწყვეტინეთ. ესე იგი ჩემი ბებიების თაობაში მშობლებისაც იყვნენ ადამიანები, ვინც ეკლესიაში მივიდნენ ლეო ტაქსილის სახალისო სახარების წაკითხვის მერე. ამ დროს იმ წიგს ჰქონდა ერთ-ერთი ამოცანა, ხო, სახარების ასე ვთქვათ, ხილება და დაცინვა. და სხვა არ მოიძებნებოდა, ნამდვილი სახარება არ ჰქონდათ, ჩაუვარდათ ხელში, წაიკითხეს. და უცებ მიხვდნენ რომ რაღაცა ძალიან საკრალურზეა საუბარი, მათ სულშიც აღიძრა რაღაც რელიგიური, ასე ვთქვათ, მუხტი და აღმოჩნდნენ მერე ეკლესიაში. გაჩნდა ეჭვი და გაჩნდა კითხვები და რა თქმა უნდა. აი აქ თქვენ ცნობილნი არიან გზანი უფლისანი. აი თქვენ ბრძანეთ ძალიან ხშირად ღვთის და ყველაფერი ღვთის დაშვებით ხდება, ღვთისნებით და ღვთის დაშვებით და სწორედ ის მტერიც და ის ღმერთის მგმობელიც ღმერთი უშვებს იმას ჩვენს თავზე, რათა ალბათ უფრო გავიზარდოთ, თუნდაც იმაში გავიზარდოთ, რომ საკუთარი თავი მეტად შევიცნოთ, თუნდაც იმაში, რომ ვიცი, სიკეთე და ბოროტება უფრო მეტად გავარჩიოთ. იმიტომ რომ ალბათ ეს რო არ არსებობდეს,
ერთი მეორე სიკეთე და ბოროტება არის ეს დიქოტომია, რომელიც იმ თავითვე არსებობს, მას მერე რაც მოხდა ანგელოსთა სამყაროში გაყოფა. ძალიან რთული არის ხო პასუხების გაცემა, რატო არის რაღაცა დაშვებული რაღაცა. და აი ერთ რამეს ვიტყვი გიორგი, ძალიან მნიშვნელოვანია იმ კოორდინატთა სისტემაში, ხშირად მithქვამს, იცით, როდესაც ერთ ტელევიზიაში რაღაცა არის გმირობა და მეორე ტელევიზიაში იგივე ქცევა არის ღალატი, აი ეს დიქოტომია არის სწორედ გამომდინარე იქიდან, რომ იმდენად განსხვავებული კოორდინატთა სისტემები გვაქვს ადამიანებს, რომ იმ სისტემაში ამ ქცევას ღალატი ქვია. და მეორე სისტემაში გმირობა. ხშირ შემთხვევაში ზოგს ჯერავს და ზოგი ამას თქვენი თქმის არ იყოს, უკან შლეიფად მოყვება ის რაღაცა ვთქვათ დირექტივები, რომლის შემსრულებელი ნებსითუნებლად არის. შეიძლება თვითონაც აცნობიერებდეს, რომ ეს დირექტივა არსებობს და ეგონოს მას, რომ ეს მან იფიქრა ასე. აი მამარდაშვილს ჰქონდა სხვათა შორის ესეთი რაღაცა რაღაც დღეს ძალიან გადავეკიდე ამ მამარდაშვილს. თავის ინტერვიუში მე არ ვისურვებდი, რომ დამბრუნდეს ახალგაზრდობა. მე იმ ჯოჯოხეთს კლავაც ვერ გავივლი და რას გულისხმობდა, იცი, რომ არ დაბადებულ სულებს ეძახდა ესე იგი ახალგაზრდებს, როდესაც მათ მაგივრად სხვებმა იფიქრეს და მათი სააზროვნო სხვებმა იაზროვნეს მათ მაგიერ. ანუ როდესაც აზროვნების აქტი კი არ შედგა და რაღაცა ცნობიერება კი არ ასე ვთქვათ ესე იგი ცნობიერების აქტი კი არ შედგა, არამედ გარკვეული კლიშეები იქნა მიწოდებული, რომელიც შეისრუდა ახალგაზრდამ და ჩათვალა, რომ მისი გამოცდილება არის და მისი პოზიცია რეალურად. აი სწორედ ეგ არის გავლენის ფსიქოლოგია. ისე ჩააწოდო ადამიანს ინფორმაცია, რომ მას ეს თავისი აზრი ეგონოს და ჩვენ ხო სოციალიზაციის პროდუქტი ვართ ადამიანი, გარდა იმისა, რომ ბიოლოგიური, სოციალური, ფსიქოლოგიური და სულიერი, ხო? ამ სოციალიზაციის დროს ჩვენში ბევრი ღირებულებების ჩატვირთვა ხდება. გარდა იმისა, რაც მოყვება, კიდევ მერე მისი გადახედვა, მერე აქ ჭიდილი, მართლაც ახალგაზრდობა რთული პერიოდია ამ დროისთვის. აი ის ვინც ეძებს, ის ყოველთვის პოულობს, სადაც არ უნდა იყოს ადამიანი და თუ გულწრფელია, თუ ის გულით და მთელი გულით და მთელი ემოციით დგას რაღაც ადგილას და ამაში არც თქო ფულს იღებს, არც არანაირ გრანტს არ ემსახურება და არც არავის არ არსებობს იმ ადამიანის გულს ღმერთი არ შეეხოს, იმიტომ რომ გულწრფელს ხედავს, ხანდახან მიფიქრია, რომ ალბათ სავლე ძალიან გულწრფელი იყო თავის არწმუნოების დაცვაში და უფალმა მისი გული დაინახა. უფალი ხო გულთამხილველია, ჩვენ რასაც ხედავთ, ეს ის არ არის, რაც გონია და ეს ამას რომ დაიჯერებ უკვე კარგია, იმიტომ რომ ზოგჯერ მომღი ხიმილის მომგვრელია ეს. აი ძიება არის ზუსტი სიტყვა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ აი ესეთი ჭეშმარიტების მაძიებლური პათოსითაც შეიძლება ახალგაზრდა გაუცხოვდეს რაღაცასთან და განდგეს გვერდზე, უყუროს სკეპტიკურად. რამდენი ეკლესიიდან გამოსულა და მე რაღაცა სახში შებრუნებულა სულ სხვა გამოცდილებით, სხვა სიბრძნით და უკვე ნამდვილად ესეთი საკუთარი არჩევანით. ანუ ახლა თავისთავად ბიოგრაფია ადამიანისა თუ ის ადამიანია არ არის ხო სწორხაზოვანი და რაღაცა ყველა ამ გამოცდილებას თავისი წონა, ფასი და ღირებულება აქვს ალბათ მე საბოლოო გადარჩენისთვის. გიორგი, იმდენად საინტერესო მოსაუბრე ხართ, რომ არ მინდა დავამთავრო თქვენთან საუბარი, თუმცა დასასრულისკენ მივდივართ და მინდა კიდევ ერთხელ გკითხოთ და დასტუროთ თქვენი მზაობა აი ამ პროექტის გაგრძელების, რა არის ამისთვის საჭირო.
იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს არის რაღაცა ძალიან დიდი ნათელი ამ წუთას და ძალიან დიდი სიკეთე. საჭირო არის რომ იყოს მზაობა და კეთილინება რომ გაგრძელდეს. სხვათა შორის იცით რა არის ჩვენ რაღაცა ძალიან დიდი რაოდენობით ვთამაშობდით ამ სპექტაკლებს. ეხლა ცოტა შეგვიმცირდა უკაცრავად რომ რაღაცა ისეთ უკვე პროზაულ ნაწილს ვეხები, მაგრამ ნუ ეს გარკვეულ დაფინანსებასთან არის დაკავშირებული სპექტაკლის თამაში. ხო, თავის ტრანსპორტირებით და ასე ვთქვათ. ჰონორარებით ცოტა შემცირდა ეს. რა ქვია და ნუ რა ვიცი, ხა თუ ღმერთი ინებებს გაგრძელდება ეს პროექტი, იგივე ინტენსივობით რო გაგრძელდეს ძალიან მოხარულები ვიქნებით ყველა და მარტო ჩვენ კი არა. აი თვითონ ის ბავშვები და ის სხვა პატერიკი ვახსენებ, პატერიკების მიხედვითაც გვაქვს სპექტაკლი დადგმული 1-3-4 პატერიკის. ანუ მე ვცდილობდი ჩვენ ვცდილობდით რომ ჟანრობრივი მრავალფეროვნება ყოფილიყო. ანუ იცით, აი როცა კონკრეტულ წმინდანზე რომელიც თან ისტორიული პირიც არის, აი ამას ესეთ შემეცნებითი სახე აქვს და ნახევრად ლიტერატურული, ნახევრად თან თეატრალური თამაშის წესით მოწოდებული სპექტაკლებია. მაგრამ ახლა პატერიკები სუფთა სახით თეატრალური იყო, იმიტომ რომ იქ ამბებს თამაშობდით როგორც იგავებს, ხო ხა ვიცით რაც არის. პატერიკი საერო ნაწარმოებიც ჰქონდა და მოკლედ რაღაცა გაფართოება აი ამ თემისა ჟანრობრივადაც სხვათა შორის ძალიან საინტერესო მეჩვენება მე პირადად რა. ძირითადად თქვენ სად ხართ? აი სად გაქვთ რეპეტიციები? რეპეტიციები ჩვენ გვაქვს ნაგებობა არის მიქელთავარ ანგელოზის ტაძართან, ნუ ეკლესიის შენობარი და ნუ ერთ ოთახში გვაქვს რეპეტიციო და თვითონ სპექტაკლებს როგორც გითხარით თამაშობთ ძალიან ბევრნაირ სივრცეში, ეზოშიც გვითამაშია, ქუჩაში. აი ესეთ მოხეტიალე თეატრი დავარქვათ პირობითად რა. ძალიან საყვარლობაა და ძალიან მესიამოვნე რომ ციხეშიც შედიხართ. განსაკუთრებული ქალთა კოლონიაში ქონდა რეაქცია, ნუ ქალები უფრო გამოხატავენ სითბოს და იმას. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ იგივე სკოლებში ბავშვებთან რომ აი ამ რაღაცა არ ვიცი რა ქვია სპაიდერმენების და რომელიც ასევე ზღაპრის გმირია და არაფერი საწინააღმდეგო არც ერთ ზღაპრის გმირთან არ შეიძლება და მოსკონდეს. არ მინდოდა ცუდი ფაქტი გამეხსენებინა, მაგრამ ერთი შემთხვევა იყო რომ სადღაც არ დავასახელებ არც იმას, სადღაც გველოდებოდნენ ბავშვები ბანაკი იყო რაღაც, სადაც უნდა გვეთამაშა პატერიკები. და ხო გითხართ ფორმა ესეთია, ჯერ სასულიერო პირი მიმართავს. ნუ ახლა იმ წმინდანზე რაღაც ერთ-ორ სიტყვას ეუბნება, იმიტომ შეიძლება ბავშვები არ იცოდნენ ვინ არის. და მე ხდება ამ სპექტაკლის თამაში და იქ ჩავედით ერთ ადგილას და ნუ გლები რომ დაინახეს ჩვენო აგასო არ ველოდითო რომ სასულიერო პირიც იქნებოდა აქო და ჩვენ ვუთხარით ეს საპატრიარქოს პროექტია და თან პატერიკების მიხედვით სპექტაკლი სასულიერო პირი იქნება ჩვენ. მე ხანძრეს ხوار წამოვიყვანდი თან იმას რა ქვია ჰიდრომელიორატორ რა გასაკვირია. აი ბანაკის ასე ვთქვათ ორგანიზატორს შეეშინდა უცებ ანაფორიანი კაცი რო დაინახა. ეგეთებიც იქნებიან და არიან ისეთ დღევანდელი ასე ვთქვათ სამყაროს გარკვეული სახე და პათოსი არის ეს. რომ ანაფორიანი კაცი შეშინიათ. ესეც ღირებულებების აღრევა მიცის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმას, რომ არიან შეცდომილი ადამიანები და იუდა იყო 12-დან ერთ-ერთი, მაგრამ იუდას ქრისტე არ უნდა გადააყოლო და იუდასნაირების არსებობას თვითონ თავარი საკუთარი სულის ცხოვრება ჯიპი და აი ესეც უკვე ისეთი დაბალი გემოვნების სულ და ჯიპზე ლაპარაკი და ის რა ქვია და მუხლებ გადაწყაული ბერები რო არიან, რა ვიცი და რაღაც მიუვალ მთებში რომ მონასტერში
ჭრეტენ გიორგი იმხელა ფინანსები დაიხარჯა რომ ყველა ეპარქიის ყველა მონასტრის თითქმის გააშავება ტყუილები აღარ ჩამოთვლია მონასტრებს აი წარმოუდგენელი სიბინძურე დაიდგა ითქვამთ ბრძანეთ ის რომ რაღაცა დაიდგას მას სჭირდება ფინანსები ეს ხო დაფინანსებულია რომ ჩადიან ეპარქიებში და იქ ამდენ ტყუილს და ტყუილ მოწმეებს და ადამიანებს ის მოსყიდულ ადამიანებს ალაპარაკებენ რაღაც ისეთზე რაც არ ყოფილა და ამით ეს რა დიდი პროექტის ნაწილია რომ განთავისუფლდე ნამდვილი ჭეშმარიტი თავისუფლებისგან შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განთავისუფლების და ესენი პირიქით სხვა გველის თავისუფლებას აწვდიან სამწუხაროდ და ღმერთმა ქნას რომ ვიფიქროთ, ბევრი კითხვა დავსვათ, ბევრი ვეძებოთ და აუცილებლად ღმერთი მეგვიყვანს იქ სადაც ჩვენი წინაპრების და ჩვენ 2000 წლოვანი ქრისტეს მუღალატობის გამოცდილება გვაქვს. ხო და ლაპარაკი არის საჭირო ხალხთან. იცით ერთხელ მამა ალექსანდრემ თქვა, ხა ისინი ხო ჩემი შვილები არიან, ას ლიბერალურად განწყობილი დამცინავ ახალგაზრდებზე. რა თქმა უნდა. აუცილებლად. მათთვისაც არის ხო ეს ჩვენი სპექტაკლები თავის მუსიკალური. ჩვენ ოჯახებში ხდება ხო ეს ოჯახის დონეზე რომ ერთი შვილი შეიძლება იქით აღმოჩნდეს ბარიკადების და მეორე შვილი აქეთ. ორი მშობელს ორივეზე გული შესდგება და ეკლესია არის სწორედ მშობელი რომელსაც შესდგება გული და უღრმესი მადლობა ესეთ საინტერესო საუბრისთვის არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ და მე წარმატებებს გისურვებთ რა ვიცი თუ რამე ამისთვის საჭიროა კიდევ შეიძლება ამაზე იგივე რაღაც ფინანსური ხო არის რომ ცხადდება რაღაც დახმარება რატომაც არა ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი სულისთვის მე მგონი ძალიან შესანიშნავი ინიციატივა და დიდი მადლობა მოწვევისთვის და ესეთ კეთილსურვილებისთვის და მადლობა სტუდიას და ამ ტელევიზიას ცხადია ყოველივე კარგს ვუსურვებ და მადლობა რა ვიცი იმედი ვიქონიოთ რომ რაღაც აუცილებლად გამოვა. მე კი შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო თეატრის რეჟისორი ბატონი გიორგი თაბაძე. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.